მზად ხარ? რა თქმა უნდა, მანქანებს როცა ეხება საქმე, მე ყოველთვის მზად ვარ. დღეს ყავს W124. იცი რატო შეიქმნა ეს მანქანა, რატო შექმნა Mercedes-მა? კონკრეტულად ეს მანქანა არის პირველი გამოშვება 1993 წლის. ეს მანქანა Mercedes-მა შექმნა იმისთვის, რომ 20 წელი ემუშავა პრობლემების გარეშე და როგორც ხედავთ, სახეზე დღესდღეობით ყავს. აქ ყავს კიდე რამოდენი ორი მანქანა ყავს ამ ეტაპზე. ესენი არიან 95-იანები, კი. მაგრამ ეს კონკრეტული არის ეს პირველი კონკრეტული გამოშვება. მოდელი არის პირველი გამოშვება, რესტაილინგია თან. მოდი ჩავიხედოთ კაპოტშიც და განვიხილოთ კონკრეტულად ამ მანქანის პლუსები და მინუსები. კი, და პატარ-პატარა ისტორიებსაც მოვყვებით, რა თან ლამაზ კადრებთან ერთად. სანამ ჩავიხედებით კაპოტში, შეგახსენებთ, რომ ამ მანქანას თავიდანვე გამოარჩევდა მისი ვიზუალის სტილი. Mercedes W124-ზე თითქოს ყველა ნაწილი თავის ადგილას იყო. სადამ, მაგრამ დახვეწილი. აქ ერთ პატარა ისტორიასაც გეტყვით. 1993 წელს ამ მანქანის დიზაინი იმდენად მომხიბვლელი იყო, რომ Mercedes-ის კონკურენტებმა გადაწყვიტეს, რომ განზრახ შეეჩერებინათ სერიული წარმოება. წარმოიდგინეს შანსი ჰქონდათ და მაინც უარი თქვეს. მოდი ჩავიხედოთ რავში რა, არ გაინტერესებს? მე მაინტერესებს, იმიტომ რომ ვიზუალი ისეთი აქვს, რომ გონია რომ შიგნითაც რაღაცა ეს განსაკუთრებული უნდა იყოს რა. ოპა! მეჯო, ანუ არანაირი განსხვავებული არაფერი და არანაირი swap-ი და ასე შემდეგ. რა ყველაფერი არის ქარხნული, კი. უბრალოდ ამ კონკრეტულ მოდელზე როგორც ვიცი, ვინც ატარებს იმისგან, მისთვის თავარი არის ამ ლეგენდარული მანქანით იმოძრავოს, იკაიფოს, ასე რომ ვთქვათ. კეთილ ვიზუალს. ხო რა, ბოლომდე გაისწოროს თავისი და ნუ ალბათ მომავალში აქვს რაღაც გეგმები, რომელსაც არ ამხელს შებჯერობით და აი როგორც ხედავ გაზზე აქვს, ხო? ეკონომიურად. ხშირად ამ მოდელებში კიდე გვხდება გადმოკეთებული ასტრონგერებენ რა, რომელიც წვას უწყობს ხელს და ანუ გაწევას რა. იცი ამ მანქანის სპორტული ვერსია? სპორტული ვერსია როგორ არ ვიცი. სულ 30 წელი გამოუშვა Mercedes-მა რა ეს მოდელი. და ფასი იცი? კი. მითხარიავა. ბიჭო, იმ დროისთვის ძალიან ისეთ ფასი ქონდა 150,000 იღირდა, როგორც ვიცი და წარმოგიდგენია, ეხლა რა იქნება? 6-დან 0 იყო AMG-თან, ვერ ვაზრავი, ანუ მაგის მომინდა, რომელიც გამოიმუშავებდა 391 ცხენს. ყველას გადაობა ის არ 30 წელი გამოუშვა ბრატ, ანუ სალონის უსებ ნახოთ როგორ სალონია, მაინტერესებს რა, იმიტომ რომ ისეთი ვიზუალი აქვს. იმედია სალონის შენახული გადავიდი. იმედი კი არა დარწმუნებული ვარ მაგაში. სანამ სალონზე გადავალთ, მინდა გითხრათ ეს უნიკალური ვერსია, რომელიც აუცილებლად უნდა ვახსენოთ E500 ლიმიტედი, სულ 500 წელი გამოუშვეს, რომელიც Porsche-ს ქარხანაში დამზადდა. ეს იყო კოლაბორაცია Mercedes-სა და Porsche-ს შორის. აქვე უნდა ითქვას მეორე უნიკალური მოდელი, რომელიც იყო პირველი 4 ადგილიანი კაბრიოლეტი Mercedes-ისგან 1971 წლის შემდეგ. თითოეული მათგანი ხელით მზადდებოდა და სჭირდებოდა დამატებით 25,000 მარკა სტანდარტულ ფასზე ზემოდან. სამაგიეროდ მისი აეროდინამიკა ისეთი კარგი იყო, რომ ღია სახურავით 200 კმ/სთ სიჩქარეზეც კი შეგეძლო მშვიდად საუბარი. მოკლედ, როგორც ხედავ, აქაც ყველაფერი ქარხნულადაა, რაც თავისი გემოვნებით დამატებული ელემენტარული რაღაცეები, ნახე ეს ხო ხდებათ მომასხალთით. სპეციალურად ეს საჭე გაუკეთეს უსაფრთხოების გამო რა და მაშინ პირველად ჰქონდა მანქანას 2 აირბაგი. მართლა? ხო. და ეს საჭე სპეციალურად მაგისტვის არ ვიცი ხა ის ზუსტად ეს საჭეა თუ შეცვლილია საჭე, მაგრამ ნუ ამ მოდელზე 1993 ამას ემჩნევა რომ რაღაცეები აქვს დამატებული რა. ხო, მაგრამ ნუ 1993 წლიან მოდელზე მაინც ეგ ფაქტი არის რომ 2 აირბაგი პირველად მანქანას ჰქონდა და ისა საჭე სპეციალურად მაგიტო შეცვალეს რა. აქვე გეტყვით, რომ W124-ის ხის დეკორატიული ელემენტები, როგორც კარის სახელურები და პანელები, სპეციალურად დამზადებული იყო გერმანიის მცირე ქალაქში, სადაც ტრადიციული მეთოდებით ამუშავებდნენ ხეს. იმ დროისთვის თითოეული პანელი ხელით იკვეთებოდა და ერთ მანქანაზე საშუალოდ 2 კვირას ხარჯავდნენ. ერთხელ Mercedes-ის ერთ-ერთმა კოლექციონერმა თქვა, რომ როდესაც პანელზე ხელს ადებ, გგონია, რომ არა მანქანა, არამედ ძვირფასი ავეჯიაო. კლიმატის მართვის ინოვაცია. Mercedes-ის ეს მოდელი ერთ-ერთი პირველი ავტომობილი იყო, რომელსაც გააჩნდა 2-ზონიანი კლიმატ-კონტროლის სისტემა. სადაც მძღოლსა და მგზავრს შეეძლო საკუთარი ტემპერატურა ცალკე ეკონტროლებინათ. ამბობენ, რომ პირველად ეს ინოვაცია Mercedes-ის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მოითხოვა, რადგან მეუღლესთან ერთად მოგზაურობისას მუდმივად კამათობდნენ მანქანაში ტემპერატურის გამო.
რა არის, იცი? ძალიან კაი გამოვიდა რა. უშუალოდ დღე როგორც ასეთი კარგად ჩაიარა, მაგრამ არ ვიცი რას დავაბრალო, შეიძლება გამოუცდელობის გამო ან ახალად რო ვიწყებთ მაგის ბრალია, მაგრამ დაგვიღამდა პირველ რიგში, ეგ არის ჩვენი მთავარი პრობლემა, რომ დაგვიღამდა და ანუ ფიზიკურად აღარ გამოდის ისეთი ლამაზი კადრები, როგორც უნდა გადაგვეღო რა. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ვიდეოში ჩავსვათ ის ინფორმაცია, რაც საჭიროა და რაც საინტერესოა მაყურებლისთვის და იმედია მოგეწონებათ რა თქვენს მაყურებლებო. და მაშინ ანდრე ის გადაგჩენია დავამშვიდობოთ ჩვენს მაყურებლებს. კი, ხო და აუცილებლად გამოიწერონ რა. დავაიქონ. უეჭველი. ხო, გააქტიურონ წარისყილაკი და რავი რა, ძალიან ხო რა. საინტერესო ვიდეოებით, საინტერესო ავტომობილებით. მეც მაგას ვამბობ, ანუ რაც უფრო მეტი მაყურებელი გვეყოლება, მით უფრო ხარისხიან ვიდეოებს გადავიღებთ რა და შემდეგში უეჭველი ძალიან კაი ვიდეო უნდა გადავიღოთ, ძალიან კაი მანქანაზე და ვაფშე დაგვიწერეთ თუ ყავთ ვინმეს ისეთი საინტერესო მანქანა რა, ანუ უბრალოდ რაღაცა არა რა, რასაც ყველა იღებს და ასე შემდეგ. საინტერესო. საკაიფოდ გამარი ძალიან მაგრად გამარიაჟებული და რამე ეგეთი რა, ხო, გაკეთებულ მანქანებს. ძალიან სვეჟად შენახული. ხო, ძველი მანქანა, ახალი და ძალიან მაგრად გამარიაჟებული. ერთი სიტყვით, კაი. დავიმშვიდობოთ ერთმანეთს. იდეაში მაყურებლებს ვიმშვიდობებით, მაგრამ მაინც. აბა ჰე.